ირანზე ზეწოლა ახალ დონეზე გადავიდა. ამ 4 შაბათს 2026 წლის 15 აპრილს, რაც სპარსეთის ყურეში ხდება, მხოლოდ კიდევ ერთი სამხედრო კრიზისი აღარ არის. ეს არის აუტის ფორმირება, რომელიც აერთიანებს საზღვაო ბლოკადას, შეიარაღებულ ალიანსს და ენერგეტიკულ მარშრუტებს ჰორმუზის სრუტის მიღმა. თეირანი იწყებს ძალაუფლების დაკარგვას სრუტის გავლით რეგიონის დაბლოკვაზე და ერთდროულად აწყდება ზეწოლა ზღვიდან, ჰაერიდან და ეკონომიკურად. ყველაზე გადაუდებელი ფაქტი ნათელია. შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა ირანის პორტებზე სრული ბლოკადის დაწესება, მას შემდეგ რაც ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები ჩავარდა. ეს განსაკუთრებით გაძლიერდა 13, 14 და 15 აპრილს. და ეს ყველაფერი ფეთქდება პლანეტის ყველაზე მძნობიარე დერეფანში, რომელიც გლობალური ენერგიისთვის უმნიშვნელოვანესია. მაგრამ დაპირისპირება მხოლოდ ზღვაში არ არის. მეორე ფრონტი საუდის არაბეთსა და პაკისტანს შორის დაახლოებაა. როიტერსის ინფორმაციით, ორმა ქვეყანამ 2025 წლის სექტემბერში ოფიციალური თავდაცვის პაქტი გააფორმა. და ეხლა 11 აპრილს პაკისტანმა გამანადგურებლები და დამხმარე თვითმფრინავები გაგზავნა საუდის არაბეთის აღმოსავლეთში მდებარე კინგ აბდულაზიზის ავიაბაზაზე, რომელიც ახლოსაა ყურესთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგივე პაკისტანი, რომელიც ცდილობს მოლაპარაკებების შუამავლობას, პრაქტიკაში აძლიერებს იმ მხარეს, რომელსაც თეირანის შეკავება სურს. ეს მკაცრი, ცივი და სიმბოლური ნაბიჯია. მაშინ, როცა დიპლომატია ზავის შესახებ საუბრობს, ირანის კართან სამხედრო ყოფნა იზრდება. ეს ნაბიჯი პასუხობს ერთ დამანგრევალ კითხვას. ვას როგორ ექცევა თეირანის სამხედრო ძალისა და რეგიონული გადანაცვლების კომბინაციით ალყაში? საუდის არაბეთი დამატებით დაცვას იღებს. პაკისტანი უფრო უახლოვდება სპარსეთის ყურის არეალს, ხოლო შეერთებული შტატები კვლავ ზეწოლის ცენტრში რჩება. იმავე 15 რიცხვში სააგენტო როიტერსმა ასევე აჩვენა, რომ რიადმა პაკისტანს დამატებით 3 მილიარდი დოლარი გამოუყო დახმარების სახით, რაც კიდევ უფრო აძლიერებს კავშირს, რომელიც უკვე მხოლოდ დიპლომატიური აღარ არის. ეს ამის ახსნაში გვეხმარება? რატომ არ გავს ალყა იმპროვიზებულს? მას აქვს პოლიტიკური საფუძველი, ფინანსური საფუძველი და ახლა უკვე ოპერაციული საფუძველიც. მაგრამ ყველაზე ჩუმი დარტყმა ენერგეტიკაშია. საუდის არაბეთმა 12 აპრილს სრულად აღადგინა აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენის სიმძლავრე 7 მილიონ ბარელამდე დღეში. ირანთან ომთან დაკავშირებული თავდასხმების შემდეგ ეს მილსადენი ნავთობს დადახავს სპარსეთის ყურის მხრიდან იამბუში, წითელ ზღვაზე, ჰორმუზზე დამოკიდებულების გარეშე. ეს თამაშის წესებს ცვლის. რადგან სრუტე კვლავაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ის აღარ არის ერთადერთი ბოთლის ხელი საუდის არაბეთის მნიშვნელოვანი წარმოებისთვის. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, როდესაც რიადი ამ არტერიას ხელახლა ხსნის, ის ამცირებს ირანული მუხარის გავლენას ნავთობის ნაკადზე. ციფრები ხსნის, რატომ აშინებს ეს თეირანს? აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია ამბობს, რომ საუდის არაბეთს აქვს 5 მილიონი ბარელი დღიური გამტარობის ნავთობსადენი, რომელიც დროებით 7 მილიონ ბარელამდე იზრდება. და რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები მართავს კიდევ ერთ კორიდორს 1,8 მილიონი ბარელი დღიური გამტარობით ფუჯაირახამდე ომანის ყურეში. ეს ყველაფერს არ წყვეტს, მაგრამ მნიშვნელოვნად ასუსტებს ირანის ძველ იარაღს ჰორმუზის მსოფლიო პანიკის ღილაკად გადაქცევას. ბაზარმა უკვე გაიგო ეს მესიჯი. სამხრეთ კორეამ ამ 4 შაბათს გამოაცხადა, რომ უზრუნველყო 267 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი და 2,1 მილიარდი ტონა ნაფთა ალტერნატიული მარშრუტებით, ჰორმუზის გვერდის ავლით. ამ რაოდენობიდან საუდის არაბეთმა პირობა დადო, რომ აპრილიდან მაისამდე წითელი ზღვის პორტებიდან 50 მილიონ ბარელს გაგზავნის. გარდა ამისა, წლის ბოლომდე კიდევ 200 მილიონ ბარელს პრიორიტეტს მიანიჭებს. ეს აჩვენებს ცვლილების მიზეზს. მსხვილი მყიდველები ამ ვიწრო ხელიდან გასვლას ჩქარობენ. როდესაც მომხმარებლები ალტერნატიულ გზებს ეძებენ, თეირანზე ზეწოლა მხოლოდ სამხედრო ხასიათს აღარ ატარებს და ეკონომიკური გავლენის დაკარგვასაც გულისხმობს. ამიტომ რაც ხდება, ეს არ არის კლასიკური შეჭრა, არამედ სივრცის შევიწროებაა. თეირანს გარემოცავენ რეგიონული მეტოქეები, გარემოკავშირეები და ენერგეტიკული ბაზარი, რომლებიც ერთდროულად მოქმედებენ. როდესაც ეს ხდება, ირანის რეჟიმი კარგავს შესაძლებლობას დააშინოს სხვები და ასევე კარგავს დროს, რომ მოლაპარაკებები კომფორტულ პოზიციაში აწარმოოს. სრუტე კვლავაც კრიტიკულია, მაგრამ ჰორმუზზე დამოკიდებულება უკვე აღარ არის აბსოლუტური ყველასთვის. სწორედ აქ იმალება ძირითადი რყევა. ირანის ყველაზე ძლიერი კოზირი მნიშვნელობას კარგავს. მიუხედავად ამისა, შეცდომა იქნებოდა ამ მდგომარეობის გადაწყვეტილად მიჩნევა. Associated Press-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზავი კვლავ მყიფეა და მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტა 22 აპრილამდე გაგრძელდება. როიტერსმა ასევე აჩვენა, რომ ნავთობი კვლავ მგრძნობიარეა და ნებისმიერი ახალი თავდასხმა შეიძლება ბაზრებზე შოკი კვლავ გამოიწვიოს.
ასე რომ საბოლოო სურათი ასეთია. თეირანი ზეწოლის ქვეშაა, რადგან ბლოკადას აწყდება. ხედავს, რომ მეტოქეები ჰორმუზის გვერდისავლით ახალ მარშრუტებს ხსნიან და აკვირდება სამხედრო დაახლოებას საუდის არაბეთსა და პაკისტანს შორის. და უყურებს მყიდველებს, რომლებიც ცდილობენ მისი ზეწოლის შესაძლებლობა შეამცირონ. ალყა ეხლა მჭიდროვდება და მიზეზი მარტივია. როდესაც ალტერნატიული მარშრუტი ჩნდება და სამხედრო ალიანსი იზრდება, ირანის მუქარის ძალა მცირდება.